სკოლისა მნიშვნელოვანი არის რომ ოფიციალური ვიზიტით მოხდები ჩემპიონი ვიზიტი არის ანკარაში პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აქამდე 2019 წელს ბოლო ამიტომაც ამ მხრივაც მნიშვნელოვანი არის რომ 6 წლის თავზე განხორციელდა ოფიციალური ვიზიტი თავი საკითხები ასე ჩვენ ვეხებოდით რა თქმა უნდა ოფიციალური ურთიერთობები საპარლამენტო შორისო ჩვენ 2023 წელს მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს ჩვენს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შესახებ, ასევე არსებობს შეთანხმება პარლამენტის აპარატებს შორის თანამშრომლობის შესახებ და ამ შეთანხმების ფარგლებში არის ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია კომიტეტებს შორის ურთიერთვიზიტები მათ შორის მეგობრობის ჯგუფების დონეზე. ჩვენ საუბარი გქონდა იმ საერთო გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში არსებობს დღევანდელ დღეებში ვაკვირდებით ასევე როგორ მწვავდება კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ამიტომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნება. ეს ამ საკითხში თურქეთს თავისი განსაკუთრებული როლი აქვს, როგორც ქვეყანას, რომელიც ცდილობს მათ შორის ითამაშოს შუამავლის როლი ამგვარი კონფლიქტების დროს და რა თქმა უნდა დასაფასებელია მცდელობები თურქეთის ხელისუფლების ამ მხრივ. მეორე ეხება საკითხი ეკონომიკურ განვითარებას ჩვენი ქვეყნების შუა დერეფანი სულ უფრო მეტ და მეტ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ დატვირთვას იღებს და თურქეთი საქართველოს ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაწილი არიან შუა დერეფნისა და მნიშვნელოვანია რომ როგორც საკანონმდებლო ჩარჩო იყოს ჰარმონიზებული და შეთანხმებული შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის ასევე რა თქმა უნდა მთლიანი პოტენციალი გამოყენებული შუა დერეფნისა და ასევე ვისაუბრეთ რეგიონულ თანამშრომლობაზე იმისთვის რომ რეგიონში მყოფ ქვეყნებს კონდეს განსაკუთრებით მათ ვინც შუა დერეფანში არის ჩართული კონდეს პარლამენტების დონეზე კომუნიკაცია საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით ამ მხრივ შევთანხმდით რომ უახლოეს პერიოდში სამხრეთ ფორმატში თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე შედგეს შეხვედრა და ეს ფორმატი რომელიც ჩვენ 2 წლის წინ როგორც იდეა ჩამოვაყალიბეთ ჩემ კოლეგებთან ერთად თურქეთის და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად ეს იდეა განვახორციელოთ და პირველი ასეთი შეხვედრა უკვე მიმდინარე წელს შედგეს. ბატონ შალვა, გკითხავთ რთული გეოპოლიტიკური ვითარება არის დღეს მსოფლიოში შექმნილი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ როგორც ვიცით თურქეთთან მრავალსაუკუნოვანი სტრატეგიული მეგობრობა და ასევე სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, ასევე შუა დერეფნის როლზე ენერგოუსაფრთხოების ნაწილში კიდევ ერთხელ რომ გავდუმატეთ. უბრალოდ სკოლისა ჩვენს ქვეყნებს შორის საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლიან ისტორიაში ხედავთ რომ ის პროექტები, იდეები, სტრატეგიული პროექტები, რომელსაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი და როგორც იდეა გაჟღერდა, თუ რა შედეგები მოაქვს დღეს ამ სტრატეგიულ პროექტებს ჩვენი ქვეყნებისთვის. მაშინ ზოგიერთი ეს პროექტი იქნებოდა ეს აბრეშუმის გზის როგორც იდეის ხელახლა წამოწევა თავის დროზე, იქნება ეს შუა დერეფანი, მილსადენები, მათ შორის კაბელები და შავი ზღვის გამოყენება ელექტროენერგიის გადასაცემად თუ ინტერნეტის კაბელებისთვის. ეს ბევრი ეს იდეა მაშინ სერიოზულად არ განიხილებოდა როგორც ალტერნატივა სხვა მარშრუტებისა, თუმცა დღეს ვხედავთ და ზუსტად დღევანდელ დღეებში ვხედავთ ჩვენ თუ რას ნიშნავს შუა დერეფანი, როდესაც მათ შორის საჰაერო გადატრანსპორტირებაც კი და ვნახეთ ჩვენ თვითმფრინავების მიოსვლა როგორ მოხდა მისი გადაწევა საქართველოს ტერიტორიაზე, როდესაც კონფლიქტები არის სხვა რეგიონში. ამიტომ ეს არის ის საკითხები, რომელიც ორივე ქვეყნისთვის არის ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესის ნაწილია
და აქ გვაქვს ჩვენ სრული თანხwebdra ჩვენი ინტერესებისა და აქედან გამომდინარე თანამშრომლობის სურვილი. დიდ ბრიტანეთზე კითხავთ ბატონ შალვა, ვინ გაავრცელეს განცხადება საელჩომ და იქნა თქვა არის რომ უნდა მოიწვიოთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამკვირვებლები EU-დან და ასე უნდა იყოს გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რაც ამ ორგანიზაციებმა გასცა საფრანგეთო არჩევნების შემდეგ თქვენი პასუხი ამ მიმართვას. ბატონ შალვა, ამ ნაწილის შემდეგ ასევე რომ ვიპასუხოთ ასევე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე, რომელიც არ უარყოფს რომ მედიებს აფინანსებდა კონკრეტულ მედიებზე საუბარი მათ შორის ტაბულაზე და არ მიჩნევს რომ ეს მედიები არის პარტიული. პირველი ცოტა უცნაური არის ბრიტანეთის საელჩოს ეს ბოლო განცხადებების რაღაცა სერია, რომელსაც ვისმენთ. ისეთ შთაბეჭდილებაა თუ რომ ამ განცხადებების ტონალობიდან გამომდინარე რაღაც ფიქრობენ რაღაცას გაისვრიან და სინამდვილეში ფეხში ისვრიან ხოლმე ამ განცხადებებით და იზიანებენ ისევ საკუთარ თავს, როგორც წინა ჯერზე იყო ეს საკუთარი თავის დაზიანება და ფეხში ნასროლი იმ ხრივ რომ თითქოს ქონდათ საკრიტიკო რომ თანხმობის პროცედურა არ იყო დასრულებული და ამით გაამჟღავნეს რომ პროპაგანდას და ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ და დაიზიანეს ისევ საკუთარი თავი. ახლა ამ განცხადებისაც მას ორი ნაწილი აქვს და შევხედოთ პირველი რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს და დამკვირვებლებს მართლაც უფარისევლობაა, როდესაც ბრიტანეთი რომელიც არ აღიარებს EU-ის დასვას 2024 წელთან დაკავშირებით, ახლა მოითხოვს და ითხოვს თუ არ ვიცი ხა წინადადებით გამოდის EU-ის მისიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ EU-თან დაკავშირებით 2024 წელს ბევრი მათ შორის ბრიტანეთის საუბრობდა ეს იქნებოდა გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც კი ჩახედეს და შედეგი არ მოეწონათ ამ ანგარიშისა, შინაარსი არ მოეწონათ, მაშინვე გვერდზე გაწიეს ეს ანგარიში და ჩვენ გვახსოვს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო ზარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად და გვახსოვს პრეს-რელიზი, როდესაც მან დაწერა რომ ქართული ოცნების მინისტრს ესაუბრა. ეხლა რა თქმა უნდა ეს სამარცხვინო განცხადება იყო და აბსოლუტურად აცდენილი იყო EU-ის დასკვნას. ამიტომ, როდესაც არ აღიარებ EU-ის დასკვნას და ფარატინა ქაღალდად მიგაჩნია, შემდეგ იმაზე საუბარი და ასე ვთქვათ, რაღაც სერიოზული სახით თითქოს EU-ი არის მნიშვნელოვანი, ეს რა თქმა უნდა ფარისევლობა და არასერიოზული არის. და ძალიან წუხვა რომ ბრიტანეთის საელჩო ასეთ რა თქვი მარტივ შეცდომებს უშვებს ასეთი განცხადებების სახით. მეორე რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აქაც კიდევ ერთი მცდელობა, თითქოს ბრიტანეთის საელჩომ რაღაც გაისროლა, იმით რომ ახსენა სტრატეგიული პარტნიორების შეთანხმება და მუხლებზე მითითება თითქოს რაღაცა ირღვევა საქართველოს და აქაც ფეხში ისროლა. თუ უნდა სამართლებრივ ასპექტებზე თუ უნდა ბრიტანეთის საელჩოს საუბარს არ მგონია რომ ეს ის სფერო არის სადაც მათთვის მონგებიანი. მე ერთხელ თქვი უკვე ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია 51 მუხლი მაშინ როდესაც ის წინა საარჩევნოდ ჩაერია არჩევნებში ერთი სუბიექტის ქართული ოცნების წინააღმდეგ. არჩევნებამდე 10 დღით ადრე მან მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელიც დაუთმო მხოლოდ ერთ სუბიექტს ქართულ ოცნების კრიტიკას. და მისი მთელი სტატიის სულისკვეთება იყო მოწოდება იმისკენ, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ მიეცათ ადამიანის ხელს. ეს არის დარღვევა ვენის კონვენციის 51 მუხლისა. კარგი, რახან ეს არ იკმარა ბრიტანეთის საელჩომ და ახლა გადავიდა სტრატეგიულ პატრიონის შეთანხმებაზე, აქაც ვეტყვი მას, რომ არათუ მუხლები აქვს დარღვეული. პირველი პრეამბულა აქვს დარღვეული ბრიტანეთის საელჩოს, რომელიც ადასტურებს სუვერენიტეტის პატივისცემას და როდესაც ბრიტანეთის ელჩი ჩაერია არჩევნებში, ამით დაარღვია სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპი, რომელიც ამ შეთანხმების პრეამბულაშია უკვე ჩადებული. ასევე ბრიტანეთის საელჩომ დაარღვია ამ შეთანხმების მეოთხე მუხლი, სადაც წერია, რომ მხარეები თანამშრომლობენ დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტიანობის და სტაბილურობის გაძლიერებისკენ, როდესაც ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს პროპაგანდისტებს და აფინანსებს ექსტრემისტული დღისწესრიგის მქონე ორგანიზაციებს თუ პირებს, ამით რა თქმა უნდა ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და არღვევს ამ შეთანხმების მეოთხე მუხლს. გარდა ამისა, დაარღვია ბრიტანეთმა ამ შეთანხმების მე-16, მე-17, მე-18 მუხლები, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ თანამშრომლობა არის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მათ შორის კორუფციული დანაშაულება და თქვენ იცით რომ ბატონი დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ბრიტანეთში, ლონდონის კაფეებიდან ხედავთ მის ფოტოებს და ეს გახლავთ ზუსტად რომ თავშესაფრის მიცემა
კორუფციულ დანაშაულში და ფულის გათეთრებაში მონაწილე ადამიანისთვის. ეს გახლავთ ზუსტად ამ შეთანხმების მე-16-მე-18 მუხლების დარღვევა. ასე რომ თუ ბრიტანეთის საელჩო სურს ისაუბროს სამართლის დარღვევაზე, გარწმუნებთ, რომ მათთვის საზიანო არის ეს დიალოგი, თუ ეს პლატფორმა, ვინაიდან არის აბა მუხლებისა თუ კონვენციებისა, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო თუ ელჩი არღვევს. კიდევ ერთხელ ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ, ისევე როგორც დაარღვია შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ევროპარლამენტში არის საუბრობთ დაკავშირებით ასევე რომ ვის და რა თანხებით აფინანსებდა როგორც ნახეთ დღესაც პასუხი ამის უნდა. ხო, კარგია რომ შევახსოვეთ, იმიტომ ესეც კიდევ ერთი დარღვევა არის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებისა, როდესაც საელჩო მალავს იმას თუ ისაფინანსებს, ხომ? ჩვენ დღეს მე მოვისმინე ნახე მათ განცხადებაში, რომ ისინი არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ აფინანსებენ პროპაგანდას და ექსტრემიზმს. იცით რა, ბრიტანეთის საელჩოს ეს აქციელი უკვე გავს იმ ბავშვის აქციელს, რომელიც რაღაც ნივთს, მოპარულ ნივთს მუჭაში დამალავს და რომ ეუბნებიან რა გაქვს მუჭაში, ამბობს არაფერია. ასე პასუხობს ბრიტანეთის საელჩო, ის არ ეთანხმება და მე მგონი დასრულ ადამიანებს ეხა ასეთი მარტივი ბავშვური რაღაც პასუხით არ დავჯერდებით და მოვითხოვთ მუჭის გახსნას. გვაჩვენოს ბრიტანეთის საელჩომ ეს პასუხი, რომ არ ვეთანხმები. ეს კითხვა კი არ იყო, ეთანხმება თუ არ ეთანხმება, რომ ეს არ იყო ჩემი კითხვა ბრიტანეთის საელჩოს მიმართ, ეთანხმება თუ არა ბრალდებას, რომ პროპაგანდას და ექსტრემიზმს აფინანსებდა. ეს იყო ბრალდება, რომელსაც სჭირდება პასუხი და არგუმენტები. და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ თუ კი ბრიტანეთის საელჩოს გონია, რომ ვინმეს ამ ქვეყანაში დააჯერებს, რომ ტაბულა არ არის პარტიის პროპაგანდის კედლის გაზეთი, მაშინ ჩვენ შტერები ვგონი ვართ. თუ კი ბრიტანეთის საელჩოს გონია, რომ ქართველ ხალხს იმას დააჯერებს, რომ ნაციონალ მოძრაობის 5 ნომრის გია ჯაფარიძის NGO-ს არ აქვს ექსტრემისტული მიზნები, მაშინ მას ქართველი ხალხი შტერები ვგონი ვართ და არ ვართ ეს ქართველი ხალხი შტერები და ბოლოს და ბოლოს ხომ დაიჯეროს ეს ბრიტანეთის საელჩომ. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს დამოკიდებულება, რომელსაც საელჩო სამწუხაროდ იჩენს ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიმართ, საერთაშორისო სამართლის მიმართ და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მიმართ აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებდით ბრიტანეთს და ბრიტანელ ხალხს და საპასუხოდ სამწუხაროდ ბრიტანეთის საელჩოსგან ვიღებთ საერთაშორისო სამართლის დარღვევით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას. ბატონო, ევროპარლამენტთან დაკავშირებით ვკითხავ, რომ ევროპარლამენტში არის რამდენიმე ვერსია წარდგენილი რეზოლუციის, მათ შორის რამდენიმე ვერსია ასევე არის ძალიან კრიტიკული, სადაც საუბარი ასევე სიამაყობელის დაუყოვნებულ გათავისუფლებაზეც, თუმცა ასევე ალტერნატიული ვერსიაც არის დარეგისტრირებული, სადაც პირიქით არის საუბარი, რომ არჩევნების ჩატარდამში კონკურენტულ გარემოში და ალტერნატიული რეზოლუციის პროექტში პირდაპირ მოწოდება არის ევროკავშირისკენ, რომ ახლა თქინონ მაღალ დონეზე საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტები. პირველი, რაც შეეხება ანტიქართულ ჯგუფებს ევროპის პარლამენტში, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ, ამ დღეებში იყო საუბარი, რომ ისინი აპირებდნენ ამ რეზოლუციის განხილვებამდე პერფორმანს, ასე ვთქვათ, ევროპარლამენტის შენობაში და გასაგები იყო, რომ აპირებდნენ სავარაუდოდ ზოგიერთი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის ფოტოებით დადგომას და ძალიან ველოდებოდი მე ამ პერფორმანსს წარმომედგინე უკვე ხა მათ ფანტაზია ძირითადად ასე ხომ რომ ფოტოებს ამობეჭდნენ დგანან და ითხოვენ და გვახსოვს ყველას სააკაშვილის გათავისუფლებას როგორ ითხოვდნენ ასეთი პერფორმანსის და ველოდებოდი მე ამ მომენტს და ფიქრობდი რა როგორც კი დავინახავდი ამ ფოტოს რომელზეც იქნებოდა არ ვიცი მორიგჯორზე მოწოდება რომელიმე სისხლის სამართლის ფიგურანტის გათავისუფლებას დაკავშირებით ავიღებდი ამ ფოტოს, ავიღებდი ძველ ფოტოს, სადაც ფრიმიშე ეწერათ, ერთად დავაწებებდი და დავდებდი Facebook-ზე. და რა ნახა ჩემმა თვალებმა არც კი დამჭირდა ეს. ნახე პერფორმანსი, სადაც პირდაპირ სააკაშვილი, მელია, ყველა ადამიანი მათ ერთად აქვთ ერთ ქვაბში ყავთ მოხარშული ეს ყველაფერი. აი ეს აჩვენებს საერთო ჯამში ვისთან გვაქვს საქმე. სირცხვილია, როდესაც ანტიქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში. ეს არის სირცხვილი ევროპის, ეს არის სირცხვილი ბრიუსელის, როდესაც
ქართველი ხალხის წინააღმდეგ პოლიტიკას ეთმობა, ანტიქართულ პოლიტიკას ეთმობა პლატფორმა ამ მნიშვნელოვან ინსტიტუციაში. რაც შეეხება ალტერნატიულ პროექტს, ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა ვიხილოთ ევროკავშირში, გვინდა ვიხილოთ საღი აზრი, გვინდა ვიხილოთ იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც საღ აზრზე და ელემენტარულ საბაზისო გაგებაზე საერთაშორისო სამართლისა და საერთო სამართლის პრინციპებისა მოქმედებენ. და კარგია, რომ სულ უფრო მძლავრდება და ძლიერდება ასეთი პოლიტიკური წარმომადგენლობა ევროპარლამენტში, ზუსტად ასეთ ევროკავშირსკენ ვიყურებით ჩვენ და არა იმ ანტიქართული ჯგუფებისკენ, რომლებიც ებრძვიან საქართველოს და ცდილობენ საქართველოს ინსტრუმენტად გამოიყენონ საკუთარი რაღაც შიშების დასაძლევად. ასე რომ მისასალმებელია თუ კი ალტერნატიული აზრი სულ უფრო მეტად და მეტად ფეხს იკიდეს. ჩვენ ეს მოწოდებაც გვაქვს, ჩვენ ხედავთ ხა ჩვენ რასა იუკნევიჩეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ. ადამიანს აქვს ორგანული მიუღებლობა ქართველი ხალხის მიმართ, მას აქვს თავისი პირადი დამოკიდებულება და ისტორია მისი სტალინთან დაკავშირებით და გადაგვაყოლა მის ზიზღს სტალინთან გადააყოლა მთელი ერი. ასე რომ ადამიანს აქედან გამოდიან მას ჩვენ ვერაფერს ვერ აუხსნით, ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვეძიოთ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ძლიერდებიან ახლა და მათ შორის ველაპარაკოთ მოქალაქეებს და ვაჩვენოთ თუ რა სამარცხვინო გზაზე დგას ზოგიერთი ხელისუფლება თუ ბრიუსელის ზოგიერთი ინსტიტუტი, რომ თავად ევროკავშირის მოქალაქეებმა მოთხოვონ პასუხი იმ ფულის ხარჯვაში, მათ შორის საქართველოში, რომელიც მიედინება პროპაგანდის, ძალადობის, სიძულვილის და ზიზღის დათესვაში საქართველოს საზოგადოებაში. ეს თავად ევროკავშირის მოქალაქეები უნდა შეძვან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს აუხსნათ ეს და რათა ისინი შემდეგ მივიდნენ თავის ინსტიტუციებში და მოთხოვონ პასუხი იმ მავნებლობისთვის, რასაც ჩვენ ვხედავთ ხანდახან. ჩორჩენესთან დაკავშირებით გკითხავთ, ოპოზიცია ამბობს, რომ გახარიას წინააღმდეგ ეს იმიტომ არის გამოყენებული, რომ გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნებში იყოს ჩართულიო, რამდენად რეალურია თქვენთვის ეს არგუმენტი? ამას არიან კავშირი არჩევნებთან არ აქვს, თავად მისი პარტიაც ამას აცხადებს, მათ გაცხადებული აქვს ისინი მონაწილეობენ არჩევნებში, ასე რომ არ მგონია ამას რამე მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ მე სხვა დროსაც ვთქვი კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩემთვის ამას მნიშვნელობა აქვს როგორც მოქალაქისთვის. 2019 წელს მე ამ პროცესს უყურებდი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ტელევიზიით ვიღებდი ინფორმაციას და მახსოვს გახარია და მისი ქემოკლიძეები, რომლებიც ყელყელაობდნენ კიდევ ერთხელ, რომ აი რა მაგრები ვართ, ავდექით და დავდგით ჩიხური და ამითი ტერიტორია საქართველოსი, რომელიც იყო რაღაც რისკის ქვეშ არ დავთმეთ. აი ეს იყო ის, რაც მე მაშინ როგორც მოქალაქემ გავიგე 2019 წელს. ახლა ნელ-ნელა ირკვევა, რომ არათუ დაიცვეს, დაკარგეს 1,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლიდან და საბოლოო ჯამში მათ შორის მოსახლეობის ასე ვთქვათ კომენტარებსაც ვისმენთ და მათ ამბის აღწერასაც, რომ იქ სადაც მანამდე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა რომ შესულიყვნენ და რომელიც იყო მათ შორის მიღმა იმ წარმოსახვითი ხაზისა, რომელზეც მართულ ხარჯს აგებს დღეს საოკუპაციო ძალა, ზუსტად აი ამ წარმოსახვით საზღვარსა თუ მის ხაზს მიღმა ტერიტორია, სადაც თავისუფლად გადაადგილდებოდა მოსახლეობა, დღეს ვერ გადაადგილდებიან. და მეორე, ჩვენ ვისმენთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილებები. და დადგა იქ საგუშაგო ჯიხური, ხომ და კიდე ერთხელ ეს არ არის ჯიხურის დადგმა ნავთლუღში, ხომ ეს ეხება საქმე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ტერიტორიას, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა თვითნებურად და მარტო და ესე ვთქვათ, ყველას თანხმობის გარეშე ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს. გეტყვით, რომ თავადაც დაადასტურა, რომ სუსი იყო წინააღმდეგი, თავადაც თქვა ეს საგამოძიებო კომისიის სომის დროს, ირკვევა, რომ არ იცოდა მათ შორის როგორც ჩანს პრემიერ-მინისტრმა მაშინდელმა, ირკვევა, რომ დაარღვია მათ შორის პროცედურა ამგვარი საგუშაგოების გახსნისა, იმიტომ არ შეატყობინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მათ შორის ითქვა კიდევაც, რომ იმ პერიოდში ზუსტად
ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ორი საგუშაგო სხვადასხვა ადგილას გაიხსნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და გაიხსნა ზუსტად ამ პროცედურების დაცვით. ასე რომ თუ კი რაიმე იყო გასაკეთებელი, ამისთვის არსებობდა პროცედურები, მაგრამ ყველანაირი პროცედურა, როგორც სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობის, ისე პროცედურა, რაც უნდა გაევლო მას საქართველოს მთავრობაში დაარღვია, თვითნებურად იმოქმედა და მიიღო ის შედეგი, რაც განჭვეტადი იყო, რაზეც ეუბნებოდა სუსი, ზუსტად ამას ეუბნებოდა, რომ ეს აღქმული იქნება პროვოკაციად, გამოიწვევს ესკალაციას და შეგახსენებთ 29 აგვისტოს, როგორც ახლა შემდეგ მე ასე ვთქვათ, ვნახე მედია არქივებში, 29 აგვისტოს იქნა ეს საგუშაგო გახსნილი, შემდეგ იყო მოთხოვნები, რომ ეს საგუშაგო დახურულიყო, იყო მოგეთ მთელი პერიპეტია და თუ არ ვცდები 5 სექტემბერს უკვე საოკუპაციო ძალებმა გახსნეს საგუშაგოები საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე ეფექტური კონტროლის ქვეშ იყო საქართველოს ხელისუფლების. მიზანი ქონდა ის თვითნებურ მოქმედებას თუ არავის არ უჯერებდა ამ პროცესში ერთუნაწილს და თუ არ უჯერებდათ, მაშინ რატომ არ ქონდათ უფრო მეტი რეაგირება სუსის დანაცვლად? ვფიქრობ, ზუსტად ეს არის გამოძიების ამოცანა, იქნება ეს საპარლამენტო გამოძიება თუ გამოძიება, რომელიც პროკურატურაში მიდის, რომ გაარკვიოს რა იყო მოტივი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვინაიდან ხომ წარმოუდგენელია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ასე დადგეს და ყველასგან ინფორმირების გარეშე ან თანხმობის მიღების გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს ასეთ კრიტიკულ ადგილებში, ხომ? და რახან ადამიანი ასე ვთქვათ, უხეშ ნაბიჯზე და თვითნებობაზე წავიდა, ამის უკან დიდი ალბათობით უნდა იდგას რაღაც ისეთი საკითხი, რომელმაც გადაწონა მათ შორის იმის გააზრება, რომ ის ჩადიოდა ისეთ საქმეს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრის უფლებამოსილებას და სუბორდინაციას მთავრობის შიგნით. ამიტომ ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, თუ რა მოტივები ამოძრავებდა გიორგი გახარიას. ბატონიშალო, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გითხავთ ისევ, ელენე ხოშტარია არჩევნების ჩაშლას აანონსებს, პირდაპირ ეთერში ისაუბრა, რომ 4 ოქტომბერი ეს იქნება შეურიგებლობის თარიღი და არა არჩევნების დღე. რეალურად რისთვის ემზადება ელენე ხოშტარია და მისი კოლეგები და რა რესურსი აქვს? რა გეგმები შეიძლება თქვა? ხო, ეს მე მგონი პირველად უკვე ოფიციალურად წამოწდა თუ განაცხადა, მაგრამ ფაქტია, ისაც ჩვენ საუბრობდით, არის ის, რომ მათი ეს ელენე ხოშტარია არ საუბრობს მარტო საკუთარი სახელით, საუბრობს მათ შორის იმ ჯგუფის სახელით, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად არის და დღეს ვნახეთ, ახლა ბრიტანეთი თემა არის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ერთად ბრიტანელ მინისტრს ხელს ართმევს. აი ხელი რომ ჩამოართვა ბრიტანეთის მინისტრმა იმ ადამიანის ჯგუფი, დღეს ემზადება ადგილობრივი არჩევნების ჩაშლისკენ, რომელზეც ჩვენ გვიწერია ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მეოთხე მუხლში, რომ ხარეებმა უნდა იმუშაონ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილიყოს. შესაბამისად, როდესაც ხელს ართმევ ადამიანს, რომელსაც აქვს ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ აღიარებს არჩევნებს, არ აღიარებს კანონებს და მომავალ არჩევნების ჩაშლაზე მუშაობს, ხელს ართმევ ასეთ ადამიანს, შესაბამისად ხდება ამით ახალისებ ზუსტადაც რომ მათი ექსტრემისტული დღის წესრიგი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასე უნდა შევხედოთ. ახლა უკვე ოფიციალურად გაცხადდა, რომ ამ დაჯგუფების მიზანი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა, სხვადასხვანაირად მისი ლეგიტიმაციაზე თავდასხმით თუ ფიზიკურად თავდასხმით თუ არ ვიცი როგორ აპირებენ ჩაშლას. შესაბამისად, ყველა ვინც თანამშრომლობს ამ დაჯგუფებასთან, ყველა ვინც მას ფულს აძლევს, ყველა ვინც მას ხელს ართმევს და ასე ვთქვათ, ამითი გარკვეულ სალონურ ურთიერთობაში შედის მასთან, აქეზებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას და შესაბამისად არის თანამონაწილე ექსტრემისტული დღის წესრიგის. ოპოზიციის ჩავარდნილ გეგმაზე ისაუბრა ასევე ერთ-ერთ ტელეარხზე ზურა ჯაფარიძის პარტიის წევრმა. პირდაპირ აღიარა, რომ რევოლუციური პროცესებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა და ამისთვის ახლა ოპოზიცია ისჯებაო. ამ ფაქტს ის, რასაც პრინციპში თქვენ უკვე პირველივე დღიდან საუბრობდით, ხო ახლა მათივე ფლანგებიდან გვესმის აღიარება ამ ფაქტს როგორ ახსენებთ? ამ მოწოდებით 11 ნოემბერს გამოვიდა შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც თბილისში იმყოფებოდა
7 კიდე სხვა ქვეყნის ჩრდილო და ბალტიურ ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად და პირდაპირ მოუწოდა მაიდნის სისხლიანი რევოლუციის ასე ვთქვათ გამეორებისკენ და ინსპირაციას აიღეთ იქიდან, რომ პირდაპირ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი მოუწოდებდა ზუსტად ამ ჯგუფებს, რომ წაწულიყვნენ რადიკალურ ნაბიჯებზე. სხვათა შორის 11-ში მოწოდება იყო მის და 19-ში ვნახეთ, აი ახლახანს რომ მიესაჯა ადამიანს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომ ვნახეთ პოლიციაზე თავდასხმა. და ზუსტად აქ არის მიზეზ შედეგობრივი კავშირი, როდესაც შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ არ იყო საკმარისი ის რადიკალიზმი, რომელიც მას დახვდა რუსთაველზე და მეტი რადიკალიზაციისკენ, მაიდნისკენ მოუწოდა, ანუ ძალადობისკენ მოუწოდა ფაქტობრივად, ან ძალადობრივი სცენარის გამეორებისკენ და რამდენიმე დღეში ამ ადამიანმა ეს ადამიანი თავს დაესხა პოლიციელს მოისმინა რა, რომ აი ევროპული აზრით თურმე ეს არის, რომ უნდა იყო ეხლა აქტიური და იმოქმედო. ასე რომ მიზეზი თუ კი ვინმეს მათ შორის დღეს, როდესაც მიდის სისხლისამართლის საქმეების განხილვა, თუ კი ვინმეს აქვს ბრალეულობა ამას და პასუხისგებლობა, აქვს პასუხისგებლობა ზუსტად იმ ევროპელ პოლიტიკოსებს, აქ რო ჩამოვიდნენ და აქეზებდნენ ადამიანებს რადიკალიზაციისკენ. ასე რომ მიმართონ შვედეთის საელჩოს მიმართონ ამ ადამიანების გულშემატკივრებმა, რატომ ერთი განცხადებითაც კი არ გაემიჯნა მაშინ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებას, რომ აქ მაიდანი ჩატარებული იყო. ასე რომ პასუხისგებლობა არის ზუსტად ამ ევროპელების მიმართ, რომლებიც მაიდანს გვიგეგმავდნენ. მაიდანი, ვიცით რაც არის, ეს არის ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდების სცენარი, ასე რომ ეს სცენარი დაწერილი იყო არჩევნებამდე ჯერ კიდე. ამიტომ ერეოდნენ გარედან ჩვენ არჩევნებში. ამიტომ იყო განსაკუთრებული თავდასხმა ეუთო ოდირზე. ეუთო ოდირმა ფაქტობრივად ჩაუშალა მთელი სცენარი ძალადობრივი რევოლუცია იმით, რომ დასკვნით არანაირი საშუალება მათ არ დაუტოვა ამ ყველაფრისა და ამიტომ იყო თავდასხმები მათ შორის ეუთო ოდირის ხელმძღვანელობაზე და მათ წარმომადგენლებზე, არა მხოლოდ შემდეგ, არამედ მაშინ, სადაც ეს ანგარიში გამოქვეყნდებოდა და ეს ამ ამბებზეც იმედია ოდესმე იქნება კიდევ უფრო მეტად დეტალური საუბარი, რაც ესე დადის ჭორა, თუ როგორ ცდილობდნენ, რომ ზეწოლა მოეხდინათ ეუთო ოდირის მისიაზე, რომ ყოფილიყო ნეგატიური დასკვნა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს იყო ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების სცენარი, ეს სცენარი იყო გარედან თავსმოხვეული, პირდაპირ ვნახეთ ამ სცენარის აქტორები შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლის სახით, რომელიც თბილისში ჩამოვიდა და მოუწოდებდა რადიკალიზაციისკენ და მაიდნის გამეორებისკენ და ჩაიშალა ეს სცენარი დაბოლოო ჯამში და ბოლოს ახლა თვითონაც აღიარებენ, რომ არიან უკვე როგორც ძველ საბჭოთა დროს იტყოდნენ ხოლმე 4-ჯერ წარუმატებელი ასე ვთქვათ რევოლუციონერები, ასე რომ აი ეს გახლავთ საბოლოო ჯამში შედეგი, იმიტომ რომ მოქმედებენ სხვების დაკვეთით და არა ქართული ხალხის დაკვეთით.